მოგესალმებით ძვირფასი ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში არის ჩემი საავტორო რუბრიკა ჟურნალისტური გამოძიების საათი ტელეკომპანია PKTV-ისა, ანუ რუბრიკის სახელწოდება თქვენ კარგად გახსოვთ და იცით, ფეხსიარდექით სასამართლო მოდის საქართველოში ნიურნბერგის პროცესი იწყება. მართალია, აი ესეთი მკვირალა სახელწოდება და ამ რუბრიკაში ჩვენ საკმაოდ სერიოზულ თემებს ვეხებით ხოლმე და სერიოზულ პრობლემებს და გამოძიებებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში რუბრიკა კი არის ჟურნალისტური გამოძიების საათი, მაგრამ ჩვენ დღეს გვექნება ჟურნალისტური მოკვლევა, ანუ გამოძიება შემდგომ ეტაპზე იქნება იგივე რუბრიკაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი მედია გოგსაძე. მე ვფიქრობ, რომ ტელემაყურებლებისთვის და ჟურნალისტთა საზოგადოებისთვის და მკითხველისა და მაყურებლებისთვის საკმაოდ ცნობილი ქალბატონია, იგი გახლავთ ჟურნალისტი, კონკრეტულ შემთხვევაში აი ესე წარმოადგენს დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ქალბატონი მედია გახლავთ გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და საკმაოდ აქტიური წევრი, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე სხვანაირად ვერც იქნება. ეს მოგესალმებით ქალბატონი. ყველა ძალიან აქტიურია და ძალიან კარგი წევრი. მაგრამ ჟურნალისტი ხო იცით, მაინც ჟურნალისტია. გვახასიათებს. მოკლედ, თქვენ უკვე მივხვდით, რომ დღეს გადაცემაში გვექნება საუბარი გლდანის დიდ ტბაზე, რომელსაც გარკვეული წლების წინათ, ან სულ ახლახანს დაერქვა თეთრი ტბა. თუ რატომ დაერქვა თეთრი ტბა, ქალბატონი მედია ამაზეც გვიპასუხებს ალბათ ერთი-ორი სიტყვით, იმიტომ რომ არ არის ალბათ საჭირო რომ ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ქალბატონმა მედიამ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, მითხრა რომ მას მხოლოდ დიდი ტბა ქვია და თეთრი ტბა ეს არ არის მისი სახელწოდებაო და დანარჩენს თვითონ გეტყვით. გლდანის ტბაზე რაჭირს გლდანის ტბას გადასარჩენი. გლდანის ტბა ეს საკმაოდ ისტორიული ტბა არის და იგი არ არის ის ბუნებრივი ტბა არის, ხო, ქალბატონო? ბუნებრივი ტბა არა. სიტყვა ტბაში ბუნებრივობა მოიაზრება. კი ბატონო. მოდით მე ვიკიპედიადან ამოღებული ოფიციალური ცნობებით დავიწყებ ამ ტბის თაობაზე, მაყურებელი რომ დავაკვალიანოთ. გლდანის დიდი ტბა, ანუ იგივე თეთრი ტბა, ასე არის ვიკიპედიაში შეყვანილი, მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მეტრის სიმაღლეზე, ზედაპირის ფართობი შეადგენს 0,2 კვადრატულ კილომეტრს, აუზის ფართობი 0,77 კვადრატულ კილომეტრს. ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი, ხოლო სიგანე 300 მეტრი. ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იქტიოფაუნას. მე ასევე აი ესეც მეორე ინფორმაცია არის ტბის შესახებ, რომ აქ მაღალ დონეზე არის, მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი ზაფხულში, ანუ ტბის დონეზეა საუბარი, ტბა გაუდინარია, ტბა სიბერის სტადიაშია, მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მლაშობის ბალახი მცენარეულობით არის დაფარული. ტბა პოპულარულია სამოყვარულო თევზჭერის თვალსაზრისით, ბინადრობს აქ კარჩხანა, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა. ტბის გარშემო მოწყობილია დასასვენებელი პარკი, რომლის განვითარება და ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება, რაც უფრო მიმზიდვას გახდის ამ ადგილზე. ასე არის ვიკიპედიაში ოფიციალურად შეყვანილი, თუმცა ეს ძალიან კარგია, რომ აქ აი ასეთი სახეობის თევზიანის აქ რომ არის მოიპოვება მარილის წარმოება ხდებოდა და ასე შემდეგ იქ დასასვენებელი პარკი, აქ ადამიანები მithun განსაკუთრებით ალბათ იმ რაიონის მოსახლეობა, გლდანის რაიონის მოსახლეობა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა მიდიოდა იქ დასასვენებლად და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ
კულტურული და მრეწველობითი ხასიათის იყო ტბაც და იყოს ვამბობ სპეციალურად, იმიტომ რომ დღეს ეს სიტუაცია აღარ არის, იმიტომ რომ იქიდან თითქოს დაჭაობებულია ეს, დატბორილია და ოფიციალური მონაცემებითაც, ოფიციალურს მე ვამბობ რომ ქალბატონი მედია და მისი ჯგუფის წევრები, გლდანის ტბის გადარჩენის ჯგუფის წევრები, სწორედ აი ამ პრობლემის გამო დაობენ სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამის სტრუქტურებში, მაგრამ პასუხი მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი არ არის. მე მინდა რომ მცირეოდენი ექსკურსი ჩაგიტაროთ, რომ მე ქალბატონ მედიასთან, მედია ბევრი კითხვებით არ შევუწუხო გული და მას მიეცეს საშუალება, რომ თქვენ მოგიყვეთ იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში რა ხდება და რა აქვს ტბას გადასარჩენი. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ტბა პრინციპში აი ეს ტბა და მის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ადრე სახელმწიფო საკუთრებაში იყო და ეს ეკუთვნოდა ხალხს, კიდევ ვიმეორებ, იქ დამსვენებლები მიდიოდნენ, ადამიანები მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში ატარებდნენ დროს, ანუ ისვენებდნენ სულიერადაც და ფიზიკურადაც, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ ეძლევათ. გამომდინარე თუნდაც იმ პატარა პრობლემიდან, თუ დიდი პრობლემიდან, რომელსაც დაჭაობებული ადგილიდან მოაქვს ძალიან ცუდი სუნი, ანუ ეგრეთ წოდებული მყრალი სუნი და იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. აი ამის გამო გლდანის მოსახლეობა და იქვე ახლომახლო მყოფი ადამიანები ვეღარ მიდიან იმ ადგილას, რომ დაისვენონ. ასევე გლდანის აი ეს დიდი ტბა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, დღეს ამ სახელმწიფო საკუთრებაში არ ვიცი რამდენი ფართობი დარჩა, მაგრამ საკმაოდ დიდი ფართობი ამ გლდანის ტბის ტერიტორიისა შესყიდული აქვთ კერძო პირებს და ეს პირები ძირითადად წარმოადგენენ სამშენებლო კომპანიებს, იმიტომ რომ მე სანამ შემოვიდოდი სტუდიაში, ბუნებრივია ამ თემას მაქსიმალურად შევძელი, რომ მაქსიმალურად გავცნობოდი და მოგახსენებთ, გარკვეული ნაწილი ტერიტორიისა ეკუთვნის ქალბატონ ნატალია კვანტალიანს, რომელიც გახლავთ რომლის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი არსებობს, ანუ მისი ბანკი არის და ის პარალელურად აი აგერ ქალბატონი ნათიას მონაცემები მაქვს აგერ მე ამოღებული ოფიციალურად, შემდეგ ალბათ გადაცემის ბოლოს ვიტყვი. იგი არის სამშენებლო 2007 წლიდან ქართულ ებრაულ ამერიკული სამშენებლო კომპანია საიმონის პრეზიდენტია, შემდეგ ტურისტული მიზნით მან 2008 წელს გორში იყიდა მიწები და 10,000 ლავანდას დარგა იქ 10,000 ლავანდა, რომლის ზეთი პარფიუმერიაში გამოიყენება. შემდეგ ძალიან ბევრი ბიზნესი აქვს ქალბატონ ნატალიას. 2009 წელს გლდანში იყიდა, როგორც გითხარით, გარკვეული ტერიტორია დიდი ტბისა, რომელსაც დაარქვა თეთრი ტბა და მოაწყო იქ პლაჟი და გასართობი ცენტრი. მოკლედ, ქალბატონი ნატალია ამას გარდა კიდევ სხვა ბიზნესებით არის და უამრავი ბიზნესით, ახლა მე ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ. 2009 წლიდან, როგორც გითხარით, მე კი არ გითხარით ოფიციალურად ეს ინფორმაცია, იგი ყიდულობს აი ამ ტერიტორიას. 2008 წელს და 9 წელს მოაწყო, დიახ. 2008 წელს, დიახ. და მან ეს ტერიტორია, როგორც ქალბატონმა მედიამ გვითხრა, იგი შეისყიდა ბატონი გია აბუაშვილისგან, რომელიც გახლავთ გლდანის მოსახლე, სოფელ გლდანის მოსახლე, მაცხოვრებელი. თუ ვინ არის გია აბუაშვილი, მე ქალბატონი მედია გვესაუბრება ამაზე და ტერიტორიის გარკვეული ნაწილი აქვს შესყიდული ესა ჯანოს, სამშენებლო კომპანია ჯანოს ხელმძღვანელს და ასევე გარკვეული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ნათია ჩაჩუას. ეს სულ ერთი ოჯახია. ეს ერთი ოჯახია, ქალბატონი ნატალია კვანტალიანის შვილის საკუთრებაშია.
მოდით ახლა აი ეს ჟურნალისტური მოკვლევა, აი აქედან ინფორმაციები მინდა ამოვიღო და როგორც გითხარით, მე დავამთავრებ ამით ჩემს მონოლოგს. გლდანის თეთრი ტბა, რომელიც გარეუბნის მეზობლად მდებარეობს, შრება. ტბა, სადაც აქაურები ისვენებდნენ, დაჭაობდა და საგრძნობლად დაპატარავდა. მოსახლეობა თეთრი ტბის, ანუ დიდი ტბის გადარჩენას ცდილობს და ხელისუფლებას თხოვს, ჯერ ტბის დაშრობის მიზეზები გამოიკლიოს, შემდეგ კი მის შენარჩუნებაზე იზრუნოს. გლდანში 177,500 ადამიანი ცხოვრობს, ეს თბილისის მერიის მონაცემებით. გლდანის მასივი შედგება 8 მიკრორაიონისაგან და იქვე არის სოფელი გლდანი და გლდანულას დასახლებაც. დიდი ტბა წლებია ადგილობრივების დასვენების ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო, მაგრამ ახლა იქ არათუბანაობა, ნაპირზე ყოფნაც აღარ გამოდის. ქარს ტბიდან მყრალი სუნი მოაქვს. ჩვენთვის ეს ტბა ბუნების საჩუქარია, გვინდა შევინარჩუნოთ, რომ გლდანის ამხელა მოსახლეობას აქედან ლისზე არ უწევდეს სიარული. განსაკუთრებით ზედა მიკრორაიონების მოსახლეობისათვის არის მოსახერხებელი, იქაურებს 5-10 წუთი სჭირდებათ ფეხი ტბამდე მისასვლელადო აცხადებს გლდანის ერთ-ერთი მაცხოვრებელი და გლდანის ტბის საინიციატივო ჯგუფის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრი ბატონი გიორგი მულაძე. გლდანელები ასევე პეტიციით ითხოვენ შეიქმნა სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ტბას გამოიკვლევს. რა ვიცით, ტბაზე მოგახსენეთ, რომ ტბის მონაცემები ვიკიპედიიდან, ამიტომ ამაზე აღარ დავხარჯავ დროს, თუმცა აი ამას ამოვიკითხავ, რომ უკვე მერვე წელია, რაც ტბაში წყალი კლებულობს, 2015 წელს ტბის ზედაპირი ზღვის დონიდან 550 მეტრზე იყო, 2023 წელს კი 559 მეტრზე ჩამოვიდა, ანუ 1 მეტრი დაიწია. 2015 წელს წყლის სარკის ზედაპირის ფართობი თითქმის 37 ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს 28,2 ჰექტარს. დღეს ტბა წვიმი, თოვლი და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. ტბის დაშრობის მიზეზებზე სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხობს, რომ ტბის მიმდებარედ ახლა არ ჩანს წყლის რესურსის რამე წყარო, რომლითაც შეიძლება ტბა იკვებებოდეს. გარემოს დაცვის სამინისტრო ასკვნის, რომ ტბის დაშრობას კლიმატურ ცვლილებებთან ერთად ისიც იწვევს, რომ ტბის მკვევავი არხები მოშლილი არისო. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს როგორც ნატალია კვანტალიანი და მისი შვილი ნათია ჩაჩუა აცხადებენ, მათ შეუსყიდიათ არა მთლიანად ტბა და ტბის მიმდებარე ტერიტორია, არამედ ფსკერი ტბისა და წყალი თურმე სახელმწიფოსი არის. მე მაინტერესებს უბრალოდ კითხვა ისმება და ეს ლოგიკურად გამიჩნდა კითხვა, რომ თუ კი ფსკერი შეიძინეს, იმ ფსკერზე ზემოთ წყალი არ არის, აბა ტბა რას ქვია. მოდით მე აღარ განვაგრძობ, არა და ბევრი მაქვს კიდე სათქმელი, მაგრამ ჩემი რესპონდენტი არის ჟურნალისტი და ჟურნალისტს აღარ აქვს იმისი მოთმენის უნარი, რომ ამხელა მონოლოგს მოусმინოს. ალბათონო მედია, არა, ალბათონო მედია, მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და მოდით რა შუაშია ფსკერი, რა შუაშია წყალი ცალ-ცალკე, რომ წყალი სახელმწიფოსი არის ფსკერი კერძო მესაკუთრეების და საერთოდ რა ხდება გლდანის ტბის გარშემო. აი მოგვიყევით ახლა თქვენ და მე უკვე გარკვეულ კითხვებს დაგესვამ. აი გეტყვით, ამ წუთში მომივიდა ასეთი განსაზღვრება. კი ბატონო. გლდანის ტბის მიმართ განხორციელდა დანაშაულებრივი აბსურდი. და სავსებით სწორედ თქვა ქალბატონმა ნატალიამ, მისმა ქალიშვილმა ქალბატონმა ნათია ჩაჩუამ ნამდვილად ფსკერი არის მათი, უბრალოდ ფსკერის დიდი ნაწილი, ხოლო წყალი არის სახელმწიფოსი. და სწორედ ეს არის დანაშაულებრივი აბსურდი. და მე ახლა მოგიყვებით ეს დანაშაულებრივი აბსურდი როგორ მოხდა. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 1997 წელს. 1997 წელს ეგ ტერიტორია იჯარით გაცემული იქნა. ვისე იქნა გაცემული იჯარით, ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ. მაგრამ 2004 წელს მოიჯარე უკვე გახლდათ ბატონი გია აბუაშვილი, ბატონი გიორგი აბუაშვილი. იცით, აი აქ შემინდა ცოტა ხანი შეგაწყვეტინოთ. გია აბუაშვილი რაიმე კავშირში ხომ არის, ხო, ეხლა მე ამდენი ვერ მოვიძიე. აი გეტყვით, იცით, გამგეობასთან ამ თქვათ მერიის სამსახურთან რაღაცა. აი საქმეც მაგაშია.
ჩემი თვალით მე საბუთები არ მინახავს და ჭორაობა ნამდვილად არ მიყვარს და როგორც ჟურნალისტთა პიროვნებას არ ჩემეფერება, უბრალოდ ჩვენ ყველამ ვიცით ასე, რომ ის მაშინ გვდანის გამგეობაში იყო. ასე ვიცით. და ნამდვილად არის თუ არა, მაგას მე აუცილებლად ვნახავ და ჩემი თვალით დავათვალიერებ. მე უკვე სრული უფლებით ვიტყვი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2004 წელს, როგორც საბუთებში ვხედავთ, მე თქვენ ნასყიდობის საბუთი გამოგიგზავნეთ, წერია რომ 2004 წელს მოიჯარე გახლავთ ბატონი გია აბუაშვილი. გასაგებია. 2006 წელს გლდანის თემის საკრებულო იწვევს სხდომას, იმ სხდომაზე გამოდიან დეპუტატები, გლდანის საკრებულოს დეპუტატები, ბატონი ყირიმელი და ბატონი ელგენდარაშვილი და ისინი ასე გამოდიან სიტყვით, რომ გლდანის ტბა სინამდვილეში არის ხელოვნური ტბორე, რომის ადგილზე სინამდვილეში მანდ იყო რამდენიმე საფეხბურთო მოედანი, იყო მაღალი ძაბვის ანძა და ასე შემდეგ და საერთოდაც ეს რატომ ქვია ამას ტბა, როდესაც ეს არის ტბორე. საინტერესო რა არის, რომ რა თქმა უნდა გლდანის ტბა იყო პერიოდი, როდესაც იყო უფრო პატარა და ნამდვილად ის ანძა მის ნაპირთან იდგა. მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ხალხმა სარწყავი ისინი მილები გაიყვანა, იქიდან წყალი ჟონავდა და ტბა მოკლედ გაიზარდა და ეს ანძა მოექცა უკვე თვითონ ტბაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ბუნებრივი ტბა გაიზარდა, ამიტომ ის ხელოვნური არ გახდა. ყოველ შემთხვევაში საინტერესოა რომ აქ სხდომის ოგმში, რომელსაც ახლა ვაჩვენებ ჩვენს მაყურებლებს, არ ფიგურირებენ არც ჰიდროლოგები, არც ჰიდროგეოლოგები, არც ლიმნოლოგები. ლიმნოლოგია ეს ტბათმცოდნეობა, ჰიდროლოგიის ასეთი განხრაა. ხო და მოკლედ ეს არასპეციალისტთა სხდომა გადაწყვიტა რომ კი ნამდვილად ეს ტბა არის ტბორე. ანუ არის ხელოვნურად ასე ვთქვათ შექმნილი. ამის შემდეგ რაღაც რა ვიცი ძალიან მალე ერთი თვეც არ არის გასული, რომ მცხეთაში, მაშინ მცხეთაში შედიოდა ეს ტერიტორია, იქნებოდა მცხეთის გამგეობა და ამ საბუთზე დაყრდნობით წყვეც ჩვენ ნამდვილად ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებასო, ტბა ნამდვილად არ არის ტბაო, ეს არის ტბორეო და ესე იგი მიწა, რომელზეც ის მდებარეობს, არის სახნავი კატეგორიისო. და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისო. და მიმართავს რეკომენდაციით სახელმწიფო ქონების აღრიცხვა პრივატიზების მცხეთის სამმართველოს უფროს, რომ მოკლედ თუ შეიძლებაო მიიღეთ ეს ჩვენიო რეკომენდაცია მხედველობაშიო და ასლი გადაეგზავნება მცხეთის საჯარო რეესტრის განყოფილებას. აი ამის შემდეგ ერთი რაღაც თვე ნახევარი გავიდა და ბატონი გია აბუაშვილი ყიდულობს ამ მიწას როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს. აი ასე მოხდა ეს კურიოზი. და ეხლა უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში და ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით წყალი ეკუთვნის სახელმწიფოს. კი მართალია გლდანის ტბა ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის წყალსატევი და მას რა თქმა უნდა გარკვეული დოზით მართავს ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოები, მაგრამ რამდენად იყვნენ ისინი უფლებამოსილები, რომ აი ასე ყოველგვარი სპეციალისტთა დაუკითხავად, ზემდგომი ორგანოებთან ესე იგი დაუკავშირებლად, ბუნებრივი წარმოშობის ტბა გამოეცხადებინათ ტბორეთ, ანუ შეეცვალათ მისი სტატუსი. აი ეს არის ნამდვილად გამოსაძიებელი. და უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში და ასე მე შემიძლია მოვინდომო და აგერ თბილისის რაღაც მაგალითად პალიასტომის ტბის ეს არის ხელოვნური და ესე იგი გამოდის რომ ყველაფერი შეიძლება. თუ შეიძლება გლდანის ტბა, ბუნებრივი ტბა გამოაცხადო, ესე იგი ტბორეთ, მაშინ ესე იგივე მექანიზმია ნებისმიერ ტბაზე თუ დაადგავ თვალს მის ნაკვეთს, შეიძლება იგივე გაიმეორო. და მე მგონია რომ თუ ეხლა აი ეს ჩვენ გავატარეთ, ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ მსგავსი რამ სხვა ტბების მიმართაც და არა მარტო ტბების მიმართაც განხორციელდეს. ძალიან ბევრი რამეა კიდევ მისატაცებელი ამ ქვეყანაში. მოდით არ მოკარნახოთ რეებია მისატაცებელი. ჩემი კარნახის გარეშე შესანიშნავად მიხვდებიან, ამ ხრივ ჩემზე უკეთესი ფანტაზია და წარმოსახვა აქვთ. მე უბრალოდ ძალიან მწარად ვიხუმრე. მისატაცებელი კიდევ ბევრია და მოდით ჩვენს ნებაზე ყველაფერს სტატუსები ვიწვევოთ და მე გავყიდოთ და მივაყიდოთ. ტბა გადავაქციოთ ტბორეთ, მთა გადავაქციოთ გორაკად, გორაკი გადავაქციოთ ვაკეთ და ასე შემდეგ. ასე. იცით მე სპეციალურად დავიწყე, როდესაც საუბრობდი გლდანის ტბის ტერიტორიებისა და საერთოდ აი ამ გლდანის ტბის კერძო
მოკლედ პრივატიზების აი ეს ამბები როცა წამოვიწყე ეს ამას რომ შევეხე ამ თემას და მე ვისაუბრე რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები არიან და სამშენებლო კომპანიები და აწარმოებენ ალბათ უნდათ იდეაში აქვს ჩაფიქრებული სამშენებლო კომპანიის წამოწყება და ალბათ იმიტომაც ხდება აი თქვენ რაზედაც ასე ნერვიულობ და განიცდით და ეს არ არის მარტო თქვენი და თქვენი აი იმ მცირე ჯგუფის საპრობლემო მხოლოდ ეს არის მთლიანად ჩვენი პრობლემას ჩვენი საზოგადოების პრობლემას წარმოადგენს გლდანის ტბის ვთქვათ აი ესე მისაკუთრება ხო და აღმოჩნდება რომ ძალიან მწკერი შეგაწყვეტინებთ ქალბატონო კეთი გლდანის ტბა არ არის მისაკუთრებული ტბა ეკუთვნის სახელმწიფოს იმიტომ რომ ეს რეალობაში ასე უნდა იყოს ასე უნდა იყოს დე იურე ასე კარგით კი ბატონო მოკლედ აი მწკერი ეკუთვნის კვანტალიანს და მის ოჯახს დიდი ნაწილი კიდე ვერ ვიგებ მწკერი როგორ ეკუთვნის მარტო კვანტალიანს აი ეს კურიოზია და ეს კურიოზი მოხდა საქართველოში სახელმწიფოს სამწუხაროდ ყველაფერი კარგად იყიდება და მოსულა და მე მართლა ვერ ვიგებ ამ დროს მე მგონი არ ვარ ის ადამიანი რომელსაც გაგება არ შეეძლოს მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევებს ვერ ვიგებ და გაგებით ვიგებ უბრალოდ ვერ ვიხებ იმიტომ ეს მიუღებელია რა თქმა უნდა მე მინდა აი ეს ამოვიკითხო ისე მოკვლეული ეს ინფორმაცია 2004-6 წლებში ტბის ტერიტორია როგორც ქალბატონმა მედიამ გითხრათ უკვე გია აბუაშვილმა სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო შემდეგ გამოისყიდა და ბოლოს ქალბატონ ნატალია კვანტალიანს მიყიდა და 4 წელს ტბის გარშემო მიდამოები და ეს ფსკერის ნაწილი მიყიდეს ვინმე თუ არ ვწდები გიორგი აბუაშვილს და მიყიდეს როგორც სასოფლო სამეურნეო მიწა 2008 წელს მან იგივე ნაკვეთი მიყიდა ქალბატონ ნატალი კვანტალიანს იმავე სტატუსით როგორც სოფლის სასოფლო სამეურნეო მიწა და ამ სიტუაციის ყველაზე მეტი პიკანტურობა იმაში მდგომარეობს რომ დასყიდობის დოკუმენტაციაში საერთოდ ტბა არ არის მოხსენიებული რეალურად ამ ტბის განვითარება რო დაიწყო როცა პრივატიზაცია მოხდა და ნატალია კვანტალიანი ვის არის ფლობელი ამჯერად ტბის მაშინ დაიწყო ნატალიამ თავის პროექტს განხორციელება მაშინ პატარა ვიყავი დაახლოებით 19-20 წლის ალბათ თინეიჯერების ბოლო პერიოდი იყო და მაშინ მართლა როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებლისთვის სადაც ქალაქის ბოლოში რო ცხოვრობთ არაფერი რო არ ხდება მაშინ მართლა იგრძნობოდა ეს განცდა იყო რომ რაღაცა კეთდება შენ გარშემო რომელიც შენ სასკე თუ არის ხალხს ერთად კრებს და შეიძლება ამოხვი და გაერთო ხალხი სეირნობდა აქ გაკეთებული იყო ქვიშა იყო და პლაჟი იყო ფასიანი მათ შორის შეზლონგებით ყველაფერი შეგეძლო ამოსულიყავი მაშინ ხალხი ბანაობდა ტბაში მე აი მაგ 3-4 წლის მერე უკვე დაიწყო ამ ყველაფრის გაქრობა მინიმალური რაღაცები კეთდება რომ ეს ადგილი მთლად ველური არ გახდეს დაახლოებით მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არ ფუნქციონირებს ერთადერთი რაც შემორჩა იმ პერიოდიდან არის აუზი, ფასიანი აუზია. 2004-6 წლებში ტბის ტერიტორია, როგორც ქალბატონმა მედიამ გითხრათ უკვე გია აბუაშვილმა სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო, შემდეგ გამოისყიდა და ბოლოს ქალბატონ ნატალია კვანტალიანს მიყიდა და არ გაინტერესებს ფასი. ფასი არის $3,000. აი ამ $3,000 ალბათ სიმბოლურ ფასად არის ნაყიდი ეს ტერიტორია, რეესტრის მონაცემებით თეთრი ტბა 4 ნაწილად დიდი ტბა 4 ნაწილად არის გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი 45,759 კვადრატული მეტრი და ამ ნაკვეთი ტბის მიმდებარე ტერიტორია ნათია ჩიჩუას ეკუთვნის. ზოგან ნათია ჩაჩუა წერია, ზოგან ნათია ჩიჩუა, ამიტომ ბოდიშს მოვიხდი. ჩემი დანაშაული არ არის. ჩაჩუა თუ ჩიჩუა იქნებ თქვენ მითხრათ. ნატალია კვანტალიანის შვილი. მეორე ნაწილი 142,800 კვადრატული მეტრი, ასევე ქალბატონ ნათია ჩიჩუასია. ხოლო მესამე ნაწილი 127,200 კვადრატული მეტრი შეპესე ჯინოს ეკუთვნის. აქ ჯინო წერია, იქ ჯანო წერია, ესე იგი ოფიციალურ მონაცემებში ასოები სხვადასხვა სახით არის მოცემული, ასე რომ ჯინო ვიცი, ჯინო ფერედაისი არის ასეთი თბილისის ზღვაზე და ალბათ იგივე არის, თუმცა მე როდესაც დავინტერესდი ამ საკითხებით, რადგან მოკვლევა არის, შეიძლება პატარა
ნიუანსები იყოს ისეთი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ ვერ გადავამოწმეთ, ამიტომ მე მაინტერესებს ეს ის ჯინოა თუ ეს სხვა ჯინოა, თუმცა სხვა მონაცემებში წერია, როდესაც შევედი საჯარო რეესტრის სპეციალურ გვერდზე, იქ წერია, რომ არის კომპანია, სამშენებლო კომპანია ჯანო. მოკლედ, აქ ჯინო წერია, ჯინო ჯანოს ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელად და 100%-იან მესაკუთრეთ 2022 წლის მონაცემებით ირაკლი ჯანიაშვილი ირიცხება. ესე ტბის ნაპირის მეოთხე მცირე ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია. რეესტრში სამივე გასხვისებული ტერიტორიის სტატუსად სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთია მითითებული. ეს მიწა ჩვენი ოჯახისაა, ის კომპანიაც ჯინო, აქ ისევ ჯინოა, ჩვენია. წყალი და ბუნებრივი რესურსები არ იყიდებოდა და არც მიყიდია, ხოლო ტერიტორია შევიძინე. ეს შესყიდვა არაფერს მავალდებულებდა, რადგან წყალი ჩემი არ არის. მიწა, რომელზედაც წყალი ანუ ფსკერი ჩემია, თავად წყალი სახელმწიფოსი აცხადებს ნატალია კვანტალიანი. იურიდიული ეს კურიოზი არ არის, ეს საკმაოდ დიდი დანაშაულია, იმიტომ რომ ესე იგი მიდის, მოდით ჩვენ რადგან მაინც იმ რუბრიკაში ვართ, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიება ქვია და თან ძალიან ისეთი მძაფრი სათაური ფეხს, ეადექით სასამართლო მოდის საქართველოში, ნიურნბერგის პროცესი იწყება. აქ ეს საკითხი არის საკმაოდ საშვილიშვილო და მძიმე თემა, იმიტომ რომ ის რაც ხალხის საკუთრებაა, ის აღმოჩნდა რომ არ არის ხალხის საკუთრება, ხო? ესე იგი ფსკერი არის კერძო და წყალი არის სახელმწიფოსი. ესე იგი გამოდის რომ თუ ფსკერი არის სხვისი, ეხლა მოდით შევადაროთ მიწას. მიწა, რომელსაც ყიდულობს სხვა ნებისმიერი აქაური მოსახლე თუ გარე ვიღაცა უცხოელი მიწაზე აშენებს აქაური ადამიანი, რომელიც ადრე იყო იმ მიწის მფლობელი, იმიტომ რომ სახლი, რომელიც მან დადგა მიწაზე, იმ სახლში ის ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც მიწა გაუყიდეს, ხო, ბუნებრივია იმ მიწის მესაკუთრეს, როცა დაჭირდება სახლს მაშინ დაანგრევს. და იმას სულ არ აინტერესებს ადამიანების ბედი. ასე ხომ არ არის ფსკერის შემთხვევაში, შეგნებულად ხომ არ მიდის დატბორვა, რომ იქ სამშენებლო კამპანია განხორციელდეს. დაშრობა. ხო, თქვით. რა თქვი დატბორვა, არა მაპატიეთ ხო დაშრობა. ხო, ანუ აი ახლა ამაზე გამეცით თქვენ როგორც საინიციატივო ჯგუფის და გლდანის ტბის გადამრჩენი საზოგადოების წარმომადგენელი. ეგ უფრო სხვა დონის გამომძიებლების გამოსაძიებელია. მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ხო ხედავთ რომ გამოძიებას არ აინტერესებს ეს ამბები. მივალთ მანდამდე, თავარი რა არის? იცით, თავარი ის არის, რომ ნამდვილად არის ძალიან უცნაური, რატომ უნდა გადაეცა ქალბატონ ნატალიას ფსკერის ნაწილი სამშენებლო კომპანიისთვის. სიტყვაზე სულ მაგისთანა აზრი თავში რომ არ ჰქონოდა, ლოგიკურად მასე გამოდის, რომ აი ელოდება ტბის დაშრობას, რომ მერე იქ რაღაც თავის პროექტები განახორციელოს. სხვათა შორის მე ამ შეკითხვით ქალბატონ ნატოს მიუმართე ტელეფონით ვისაუბრეთ, რომ აი ქალბატონე ნატო მეთქი, უბრალოდ მეთქი გეკითხებით. აი რატომ უნდა ეკუთვნოდეს ფსკერი მეთქი სამშენებლო კომპანიას? აი უბრალოდ ამიხსენით მეთქი. ქალბატონი ნატალია ძალიან გაბრაზდა, ძალიან აღელდა, მოკლედ თქვენ მაშანტაჟებთო, ძალიან გაბრაზდა და დამეკიდა ყურმილი. პასუხი მე ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს მართლა უაზრობაა. ფსკერი ხო წყლითაა დაფარული, ესე იგი მასზე ვერაფერს ვერ ააშენებ, ვერ უნდა ააშენოდა. აი რატომ უნდა ეკუთვნოდეს ის სამშენებლო კომპანიას? ეს არის სრული აბსურდი. და სხვა ამბავია კიდევ ის, რომ ეს მოკლედ ნაკვეთი საერთოდაც ვერ უნდა გაყიდულიყო, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, წყლის შესახებ კანონის მიხედვით და წყლის რესურსების მართვის კანონის მიხედვით, ტბის ბუნებრივი ტბის ფსკერის გასხვისება უბრალოდ არის აკრძალული კატეგორიულად.
ვთქვათ. არ შეიძლება. და ესე იგი, აქედან ძალიან ლოგიკური დასკვნა. ამ ტბის გატბორება დასჭირდა სწორედ იმიტომ, რომ მისი ფსკერი გაეყიდათ. თორემ ბუნებრივად ტბორე შეიძლება გააკეთო ნებისმიერ მიწაზე, მათ შორის სასოფლო სამეურნეოზე. ანუ ეს იყო პირველი ნაბეჯი. ჯერ ტბა გამოაცხადეს ტბორად, მერე ფსკერი გამოაცხადეს სახნავ მიწად და შემდეგ უკვე მისი გაყიდვა ტექნიკური პროცედურა გახდა და სხვა არაფერი. და საინტერესო ისაა, რომ მე რა თქმა უნდა საჯარო რეესტრში, აი ამ ნასყიდობის დოკუმენტებში ტბა საერთოდ არ ფიგურირებს, მაგრამ ეს არის სავსებით ბუნებრივი, იმიტომ რომ საჯარო რეესტრს საერთოდაც არ აქვს, ესე იგი წყლის რესურსებთან საქმე, ის უბრალოდ არეგისტრირებს ამ მიწის ნაკვეთებს. ეს იმისა, ეს ამისია, ეს იმან იყიდა, ამან გაყიდა და წყალთან მას საქმე არ აქვს და მას მიუტანეს ინფორმაცია მასეთ რომ გაიყიდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და მან ეს ძალიან ნორმალურად და ძალიან ლეგიტიმურად დააფიქსირა. ასე რომ საჯარო რეესტრთან მე პირადად საქმე არ მაქვს. საქმე მაქვს მე აი გლდანის მაშინდელ საკრებულოსთან, ცხეთის მაშინდელ გამგეობასთან, აი მაგათთან საქმე ნამდვილად მაქვს. როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი? საინტერესო დეტალი. მე სხვათა შორის მივმართე შეკითხვით მცხეთის დღევანდელ გამგეობას, ესე რატომ დაეთანხმეთ მეთქი ტბის მეთქი გატბორებას და ჰიდროლოგიური სტატუსის მიწის მეთქი სახნავ მიწად გადაქცევას მეთქი. მომწერეს პასუხა თქვენ მან გაქვთ, აი მე მგონი ეს არის. და ჩვენო შეხებაო არ გქონია მაგ ამბავთანო და არ ვიცითო. და ავიღე და გავუგზავნე მოკლედ აი ეს მოკლედ დოკუმენტი. სადაც მცხეთის გამგეობა მიმართავს, მცხეთის მოკლედ ესე სახელმწიფო ქონების პრივატიზება აღრიცხვის სამმართველოს და ეუბნება რომ ჩვენო დავეთანხმეთო გლდანის საკრებულოს გადაწყვეტილებას და ჩვენი ეს თანხმობაო თქვენ რეკომენდაციად მიიღეთო და აი რანაირად არ გაქვთ შეხება მეთქი, როდესაც აი ეს მოხდა მეთქი და მაშინ მიპასუხეს, აბა რა ვქნათო, ვერ გიპასუხებთ მაშინდელმა შემადგენლობამ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო. პრინციპში სავსებით ლოგიკური პასუხია. ჩვენ მაშინ არ ვიყავით, მაშინ იყვნენ სხვები, ეს გააკეთეს მათ და პასუხი მოთხოვეთ მათ. აი თქვენის ნებართვით წავიკითხავ ამ თქვენს მიწერი, უпростоრედ მათ პასუხს თქვენ წერილზე. გწერთ თქვენ ადრესატი ხართ თქვენ მედეა გოქსაძე და საქართველოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მერი დიმიტრი ზურაბიშვილი გწერთ. თქვენი ამადამ განცხადების თაობაზე, ეს არის თქვენ მოგსვლიათ ეს წერილი 20/11/2023, ანუ 20 ნოემბერს. თქვენი ამადამ განცხადების თაობაზე გაცნობებ შემდეგს თბილისში სოფელ გლდანის ტერიტორიაზე არსებული 2,8 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი გასხვისებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 10 ივლისს და უფლების დამადასტურებელი ოქმის ნომერი 188, ამჟამად ქონება დაყოფილია ორ ნაწილად, კოდებია 72, 32 და ასე შემდეგ, ვინაიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ქონია შეხება სახელმწიფო საკადასტრო კოდებია, ხო უცებ სიტყვა დამავიწყდა, ვინაიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ქონია შეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასთან მიმართებაში, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს ვერ გაცნობებთ. და ამის პასუხად რანაირად არ გქონიათ მეთქი და აი ეს მეორე საბუთი წარმოდგინე. კი ბატონო, ხომ წავიკითხოთ ესე მე მგონი კარგი იქნება მათი რეკომენდაცია და ჩვენ ვეთანხმებითო და თქვენც გაითვალისწინებთ. კი ბატონო, ესე იგი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 30 ნოემბერი 2023 წელს წერს წერილს ქალბატონ მედეა გოქსაძეს თქვენი 23 წლის 27 ნოემბრის განცხადების პასუხად მერიის იურიდიული განყოფილების მიერ მოძიებული საქმის წარმოების მასალების შესწავლით გამოირკვა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ნოემბრის ნომერ 221 დადგენილებით დაკმაყოფილდა სოფელ გლდანში მცხოვრები მოქალაქის გია აბუაშვილის თხოვნა სოფელ გლდანის საკრებულოს ფარგლებში მოქცეული ტერიტორიიდან მოიჯარე არჩილ მეზვრიშვილის მიერ უკან დაბრუნებული 28 ჰექტარი ტბის ფართობის და მიმდებარე 7 ჰექტარი მიწის ფართობის 59 წლის ვადით იჯარით გადაცემის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო რაიონის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი
მუდმივ მოქმედი კომისიის 2004 წლის 22 სექტემბრის ნომერი 6 ოქმი. ამავე დადგენილებით მოქალაქე გია აბუაშვილს მიეცა იჯარით გადაცემული ტბის ფართობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მარტივი ტიპის დროებითი შენობა ნაგებობების აშენების უფლება. დადგენილების საფუძველზე 2004 წლის 14 დეკემბერს დაინტერესებულ პირსა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოგვიანებით კერძოდ 2006 წელს მოიჯარემ მოითხოვა იჯარით გადაცემული 28 ჰექტარის შეძენა, ხო ცუდად წერია აქ, რაც საქმეში არსებული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2006 წლის 10 ივლისის 191 ოქმის მიხედვით დაკმაყოფილდა. ამავე დოკუმენტით დასტურდება, რომ ქონების პრივატიზების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონის ტერიტორიულმა ორგანომ. პრივატიზების პროცესში მცხეთის რაიონის გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად სოფელ გლდანში მდებარე 28 ჰექტარზე არსებული ტბა მცხეთის რაიონის გამგეობის 97 წლის 28 ოქტომბრის ამადამ დადგენილების საფუძველზე გაცემული იყო იჯარით როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი. ამავე წერილში განმარტებულია, რომ მცხეთის რაიონის გამგეობამ იხელმძღვანელა სოფელ გლდანის საკრებულოს 2006 წლის 26 აპრილის ნომერ 2 გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ 28 ჰექტარი ტბორი იყო ხელოვნურად შექმნილი და სახნავი კატეგორიის უშუალოდ რა გარემოებებს დაეკნო სოფელ გლდანის საკრებულო და მცხეთის რაიონის გამგეობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩვენთვის უცნობია, ასევე ვერ ვადასტურებთ ფაქტს, არსებობდა თუ არა საქმეში შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა. გამომდინარე აქედან მოკლებული ვართ შესაძლებლობას განმარტოთ სამართლებრივი საფუძვლები თუ რატომ დაეთანხმა მაშინდელი მცხეთის გამგეობა ქონების პრივატიზებას. ამათაც გაუჩნდათ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები. ამას ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ ეს კითხვა გაუჩნდა. მე კი აქვე მინდა ვთქვა, რომ მე მქონდა ინფორმაცია, უბრალოდ სხვა რაღაც საქმეებს ვიძიებდი და არ ვიცი რამდენად რეალურია, ქალბატონი მედია დამეხმარება და ალბათ საინიციატივო ჯგუფიც მოიძიებენ ინფორმაციას, რომ სწორედ მაგ პერიოდში 2006 წელს თუ მთლად მერია ესა გამგებელი არა, შესაძლოა გამგეობაში ალბათ კარგ თანამდებობაზე მუშაობდა ბატონი გია აბუაშვილის მამა. მე არ ვიცი ამას, რადგან ჯერ კვლევის მომენტი გვაქვს და არა გამოძიების, ამიტომ თავისუფლება მივეცი, ეს ინფორმაცია რამდენად სწორია, ამას უკვე შემდეგი გადაცემისთვის, როდესაც ამ თემაზე გვექნება საუბარი, აუცილებლად მოგახსენებ და როდესაც უკვე დავიწყებ. ეს ჩემთვის კარგი სიურპრიზია, გიორგი აბუაშვილის მამა. კი ბატონო, ბატონი ზაური თუ არ ვწდების სახელად. და არ არის ბატონი ზაურის გამგებლობაზე ვიცოდი, რომელ წლებში არ ვიცოდი და არც ის მქონდა წარმოდგენილი თუ ის მამა იქნებოდა. ჯერ მოკლევის პერიოდში ვარ და აქედან გამომდინარე თუ მამა არ არის, შეიძლება ბიძა ან ახლო ნათესავი. ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს, დაინტერესებული პირებიც ავსე იყო ალბათ მაშინდელი გამგეობაც და ასე შემდეგ ის შესაბამისი სტრუქტურები. და მოდით ქალბატონი მედია ისევ სანამ თქვენ გავცემთ პასუხს, მე მინდა რომ აი აქედან სწორედ აი ეს გავამყარო დატბორვასთან და დაშრობასთან დაკავშირებით, რომ აი აქ იურისტი ამბობს, რამდენად კანონიერია ფორმულა ფსკერი ჩემი წყალი სახელმწიფოსიო, იურისტები ამბობენ, რომ მსგავსი უბრალოდ შეუძლებელია. ამას ხო იურისტები ამბობენ. თუ მიწას ყიდულობ, ამ მიწაზე არსებული წყალი ჩემია. არც ის არის სიმართლე, რომ სახელმწიფოს ტბის გაკეთება შეიძლება იყოს ჩემი არც თქვენი. წყალი სახელმწიფოს გარკვეული დათქმებითო ამას ამბობს, აცხადებს ქალბატონი იურისტი, ქალბატონი მაკა ნუცუბიძე იურისტი. მიუხედავად იმისა, რომ გლდანის ტბა თავისი არსით ნამდვილად ტბა და შესასვლელშიც დიდი ასოებით აწერია თეთრი ტბა, აცეთ ჩვენს მიერ მოძიებულ დოკუმენტში ის ტბად არ იწოდება.
ანუ ჩვენს მიერ მოძიებული ქალბატონ მედეას მიერ მოძიებული. აი ამ ძალიან დოკუმენტებში ნანობ არ წამოვიდა რუკა რომელიც გადმომიგზავნეს ორიოდე დღის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ძალიან ძველი რუკა არ ვიცი 50-იანი თუ 60 წლების და აწერია ოზ დიდი ტბა ოზერა ხო და ეს არის ის რუკა რომლითაც ხელმძღვანელობს გარემოს ეროვნული სააგენტო თავის მუშაობაში. მაშინ ყველაფერი რუსულად იყო დოკუმენტაცია და გასაგებია. ხომ არ გეჩვენებათ ის რომ ხალხს რომელსაც შეეძლოთ უფასოდ ელემენტარულად ჯანგბადი მიეღოთ და წასულიყვნენ ტბაზე, ხო? დასასვენებლად. ზოგი ვერ გადის ზაფხულში, ხო, გარეთ ყველას არ აქვს მაგის ფუფუნება, ზოგი სამსახურებრივი მოვალეობის გამო რჩება თბილისში და ასე შემდეგ და შეეძლოთ ხო უფასოდ დაესვენოთ ტბაზე. მაგრამ იქ როდესაც უკვე კერძო მესაკუთრის ინტერესი ჩნდება, ალბათ ინტერესი იმისაც ჩნდება, რომ როდესაც იქ მოაწყობს თქვათ აი რაღაცა კეთილი გეგმები აქვს და უნდა მოაწყოს მთელი კომპლექსი. იქ ჯერ ამაზე ვისაუბროთ და მე სამშენებლო კამპანიებზე. აი მოაწყოს ის ხო ფასიანი საქმე რაშია იცით ტბას რომ ტბობა არ ჩამორთმეოდა ასე თქვათ რაღაც გარკვეულ დონემდე როგორც უკვე ვთქვი ფსკერის გაყიდვა საერთოდ არ შეიძლება მცირე გამონაკლისების გარდა რომელშიც ქალბატონი ნატოს და აცბატონი გიორგი აბოაშვილის ნამდვილად სტატუსი არ შედის და პერსონა არ შედის და რაც შეეხება წყალდაცვით ზოლს ანუ ნაპირის აი უშუალო ნაპირის ნაწილს მისი გასხვისება კანონით შეიძლება თუნდაც ბუნებრივი ტბის წყალდაცვით ზოლს მაგრამ აუცილებლად მოჰყვება თანმდევი ვალდებულებები და აი ამ თანმდევ ვალდებულებებში ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს თუ სარეკრეაციო ზონას მოაწყოს სარეკრეაციო ზონა და შესვლა უნდა იყოს უფასო მაგრამ თუ იქ მაგალითად გააკეთებს რაღაც გასართობ ობიექტებს მაგალითად ნავის გაქირავებას იქ კაფე იქნება თუ ბარი იქნება თუ საქანელები იქნება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება ფასიანი და რა თქმა უნდა ქალბატონი ნატო იქნება თუ ბატონი გიორგი თუ ბატონი პეტრე თუ პავლე თუ ვინმე კარგად მოაწყობს ზონას ღმერთმანი შეერგოს ეს მოგება მაგრამ შესვლა უნდა იყოს უფასო და ვალდებულება რომლითაც კანონით უნდა დაიტვირთოს წყალდაცვითი ზოლის მფლობელი ნამდვილად უნდა იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებაში და აი ძალიან სწორედ იმიტომაც გააკეთეს ეს გატბორება რომ არაფერი ვალდებულებები მე უკვე აღარ მოხდებოდა და უნდა ფასიანს გააკეთებდნენ გინდა ქალბატონი ნატო ყოფილიყო და გინდა ბატონი გიორგი და კიდე ბატონი დომენტი არა აქვს მნიშვნელობა ვინც არ უნდა ყოფილიყო კერძო მეპატრონე რადგანაც მან შეისყიდა ვალდებულებების გარეშე ის უკვე რა თქმა უნდა ფასიანს გააკეთებდა და იცით რა არის ახლა ეს თომ არ მომხდარიყო არ უნდა მომხდარიყო აი ეს ხდომა რომლის დოკუმენტი ახლა აქ და ის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება რომ ტბა არის ტბორი არ უნდა მიღებულიყო და მე გაგრძელება არ უნდა ჰქონოდა ამ დანაშაულს როცა ერთი დანაშაული ხდება მას ყოველთვის მეორე მესამე და მე-20 და კიდევ მეტი მოყვება შემდეგი დანაშაული უკვე მიწის გასახნელ მიწება შემდეგი დანაშაული მისი ვალდებულებების გარეშე გაყიდვა და მე უკვე როდესაც ეს მოხდა იქ მიყო ყველაფერს უნდა ველოდეთ კიდე ტბის დაშრობას კიდე ყველაფრის დაშრობას მაგრამ რაც არა და მან ხო ტბაში ჩაედინებოდა აი ყველაფერს ამას მოუყვები ტბაში ჩაედინებოდა 4 სანიაღვრე არხი რომელიც როგორც ჩანს მოაწყეს კომუნისტებმა და მოეწესრიგებინათ ეს ნალექების ნიაღვრები და მოკლედ ტბა გადასაღებად იკვებებოდა მაგრამ მაყურებელს შევახსენოთ რომ ტბას აქვს დაახლოებით სულ მცირე 70 წლიანი ისტორია ხო 70 არა ბევრად უფრო მეტი იმიტომ თქვი სულ მცირე მე ოფიციალური შეიძლება ხო და ეხლა რანაირად მოხდა ამ ტბის დაშრობა მაგრამ შემდეგ ახლა ჩვენი მაყურებლისთვის დარწმუნებულად ცნობილია და ყველას ახსოვს რომ დაიწყო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2009-2010 წელს დაიწყო ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს არ იყო ეკოლოგიური გათვლები ჯერ უნდა შესრულებული ამ პროექტს ჰქონდა ძალიან ბევრი
ხარვეზი და 2014 წელს ის შეაჩერეს. მაგრამ სამწუხაროდ სანამ შეაჩერებდნენ მოხდა სხვა ბოროტებასთან ერთად მოხდა ერთი ძალიან დიდი ბოროტება. ტრანშია ამ რკინიგზის ტრანშიამ გადაჭრა ეს ამ 4 სანიაღვრე არხიდან 3. ანუ პრაქტიკულად ტბას მოაკლდა თავისი საკვები წყალი. და რა თქმა უნდა დაიწყო 2015 წლიდან მისი შრობის პროცესი. ერთი სანიაღვრე არხი გადაჭრილი არ არის, მაგრამ არის იმდენად გავერანებული, დანაგვიანებული, შლამი არ ვიცი, ქვიშით და ყველაფრით ამოვსებული, რომ თავის მოვალეობას ასრულებს ძალიან მიზერულად. ანუ ტბას ყველა მიმართულებით დააკლდა წყალი, დარჩა მხოლოდ იცით აი ეს მიწისქვეშა წყაროები, რომლითაც ის საზრდოობდა და დღეს თუ კიდევ დაკლებული, მაგრამ შენარჩუნებულია, ნამდვილად მიწისქვეშა წყაროების დამსახურება. და რადგანაც მან დაიწყო ტბობა, ესე იგი ტბამ დაიწყო კლება, ну, რა თქმა უნდა, გაჩნდა იმის მოსაზრება, რომ მით უმეტეს რომ ეს იყო ტერიტორია კერძო მეპატრონის, რომ იქნება ეს კეთდება ძალად. თან მით უმეტეს იცით ახლა, როდესაც ფსკერი ეკუთვნის სამშენებლო კომპანიას, ასე რომ არც ისეთი დიდია, არც ჩემი და არც სხვისი დანაშაული, რა თქმა უნდა, ლოგიკურად მას ვიფიქრებდით. ეს რომ არ გვეფიქრა, უბრალოდ ქალბატონ ნატოს სამშენებლო კომპანიისთვის არ უნდა მიეცა ნამდვილად ესე იგი ეს ფსკერი და კიდევ ერთი, როდესაც სანიაღვრე არხები გადაჭრეს, აუცილებლად განგაში უნდა აეტეხა. იმიტომ რომ და სხვათა შორის გარემოს დაცვითი კანონმდებლობის თუ არ ვწდები მე-19 და მე-20 მუხლის მიხედვით, ვისაც წყლის რესურსთან უშუალო შეხება აქვს, თუ ამ წყლის რესურსს რაღაცა საფრთხე დაემუქრა, ის ვალდებულია ამაზე განგაში ატეხოს. და თუ განგაშს არ ატეხს და არ იზრუნებს მასზე, რომ რისკები იყოს აღმოფხრილი, მას ამაზე ეკუთვნის ჯარიმა. ანუ სულ ცოტა ქალბატონმა ნატალიამ საჯარიმე საქმე. რატომ ხდება? რა მიზანია? აი საქმეც მაგაშია, როდესაც რაღაცა თავში მოგდის, კითხვის ნიშანი ჩდება, ჩვენი შემდეგი საქციელი აუცილებლად უნდა იყოს ამ კითხვის ნიშნისთვის პასუხის, ანუ ძახელის ნიშნის დასმა. და აქ უნდა იყოს მრავალი წერტილი მათ შორის და ეს მრავალი წერტილი უნდა მდგომარეობდეს იმაში, და ჩვენ უნდა დავიწყოთ მოკვლევა და გამოძიება. რატომ მოხდა ეს და ამ დროს გავიგებთ იმას, რაც მოხდა სინამდვილეში. და სინამდვილეში მოხდა ის, რომ ქალბატონ ნატალიას კი არ დაუშრია ტბა დააშრო საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებულმა პროექტმა. სხვათა შორის ჩვენ კლდანის მაცხოვრებელმა საინიციატივო ჯგუფის წინადადებით კოლექტიური განცხადებით მივუმართეთ საქართველოს რკინიგზას, სადაც ავუწერეთ შექმნილი ვითარება, რომ მათმა განხორციელებულმა პროექტმა ასეთი დიდი ზარალი მოგვაყენეთ და შემთავაზეთ, მოვითხოვეთ უпростоრად, რომ თუ შეიძლება მონაწილეობა მიიღეთ კლდანის ტბის აღდგენის საქმეში. პასუხს გვალოდინეს კარგა 2 თვე, მაგრამ არ მოვასვენე და ტელეფონზე ვეკიდე შეიძლება ითქვას და ბოლოს მივიღე პასუხი, სადაც წერია. მოდით ჯერ მოკლედ იქიდან გამომდინარე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკვლევაში არ არის დაფიქსირებული კლდანის ტბის დაშრობის საქმეში ჩვენი ბრალეულობა, ამიტომ ჩვენ ვართ მოკლებულნი იმის შესაძლებლობას, რომ თქვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. კონკრეტია, დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ და მე ვილაპარაკე. კი ბატონო. 8 დეკემბერს ქალბატონმა მედეამ მიიღო წერილი და არა მარტო ქალბატონმა მედეამ, ესე იგი ქალაქ თბილისის გლდანი ნაძალადების რაიონის მაცხოვრებლებსო, მაგრამ ქალბატონ მედეას კონკრეტულად ისეთ რა არის, საკონტაქტო პირი არის ის, ვინც შეიტანს და ვინც საქართველოს რკინიგზიდან არის მიღებული ეს წერილი 8 დეკემბერს, როგორც გითხარით, თავისი ნომრით 54-31. გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ განიხილა თქვენი, ანუ ქალბატონ მედეას მიმართავს, თქვენი 2023 წლის 12 სექტემბრის ნომერ 680 წერილი, რომელიც შეეხებოდა გლდანის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში არსებული დიდი ტბის, ეგრეთ წოდებული თეთრი ტბის პრობლემასა და მასთან დაკავშირებულ ბრალდებას. კერძო თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების დროს სარკინიგზო ფენილის მოსაწყობად გათვალისწინებული სამუშაოების პროცესში დაზიანებულ სანიაღვრე კალაპოტებსა და შედეგად გამოწვეულ ტბის დაშრობისა და წყლის კლება დაჭაობების საკითხს. სააქციო საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა ასევე დეტალურად გაეცნო CSIP გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 16 აგვისტოს ამ ნომრით წერილი წარმოდგენილ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ჰიდროლოგიური კვლევის შედეგებს და წარმოდგენილ დასკვნებს, სადაც არაფერია ნახსენები სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის შესაძლო ბრალეულობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა წერილში დასმული საკითხის დამადასტურებელი კონკრეტული არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მოკლებულია შესაძლებლობას ალბათ დააკმაყოფილოს ქალაქ თბილისის გლდანი ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლების წერილში წარმოდგენილი მოთხოვნა და ხელს აწერს ქალბატონი ნინო ჯორბენაძე, რომელიც გახლავთ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი საქართველოს რკინიგზაში. შეიძლება ვთქვა ქალბატონი სხვადასხვა მინდა ვთქვა და თუ შეიძლება არ ამოიღოთ ეს მონტაჟის დროს აღტაცებული ვარ საქართველოს რკინიგზის იურისტების მე ვიტყოდი პროფესიონალიზმით ძალიან პროფესიული პასუხია, მაგრამ მინდა მივმართო ახლა თქვენი მოკლედ სტუდიიდან იცით რა არის, რა თქმა უნდა არსებობს ასეთი სიტუაცია de jure, მაგრამ არსებობს კიდევ de facto. რა თქმა უნდა. და მე მგონი მათ მიიღეს მხედველობაში მხოლოდ de jure და არ მიუღიათ de facto, იმიტომ რომ de facto ყველა ვხედავთ რით არის გადაჭრილი ეს სანიაღვრე არხი. ეს იგივეა რომ მე ახლა მაგალითად ხელი კრდ და თქვენ დაეცეთ და მე რა თქმა უნდა დადგეს ჩემი პასუხისგებლობის საკითხი და მე კიდე წამოვიჭიმო და იცით რა ქალბატონო ქეთი და ამემტკიცეთ რომ მე თქვენ ხელი გკარით და მე ილაპარაკეთ ჩემს პასუხისგებლობაზე. ამ დროს ამის დამნახველია მთელი გარშემო საზოგადოება. ხო, de jure სწორია, ნამდვილად საჭიროა დოკუმენტაციის შედგენა, მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ იცით რა არის, აი ბოლოს და ბოლოს მართლა სირცხვილია. ხო, მათ შეიძლება ყველაფერზე საბუთები მოვითხოვოთ. მით უმეტეს ამისთანა აშკარა რამეზე. თუმცა კი ბატონო, რადგანაც ბატონი იურისტებს ასე უნდათ, ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და შემდეგი ნაბიჯი გადავდგით. კერძოდ, ჩვენ შევიტანეთ განცხადება ბატონ კონსტანტინე ზარნაძესთან, რომელიც გლდანის მაჟორიტარია, კოლექტიური განცხადება შევიტანეთ და მოკლედ ორი მოთხოვნით გვიშუამდგომლოს პარლამენტთან. კერძოდ რაზე შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის აი 20 წლის წინ რაც გლდანში და მცხეთაში მოხდა გლდანის ტბის და ტერიტორიის მიმართ, აი მოკლედ ამბებს და მისცემს შესაბამის შეფასებას და თუ საჭიროა გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს, ეს ერთი. და მეორე, აუცილებლად მოკლედ ესე იგი გამა კონსალტინგს, ეს არის კომპანია, რომელიც დღეს ასე ვთქვათ ეძებს გლდანის ტბის გადარჩენის გზებს და უკვე პირველი შედეგებიც აქვს და მალე გაგვაცნობს საბოლოო შედეგებს. სამწუხაროდ ტენდერის პირობებით მათ არ დაევალათ გლდანის ტბის შრობის მიზეზების შესწავლა. და თუ ეს არ დაევალათ, ესე იგი გამოდის, რომ მათ დადებულ დოკუმენტშიც ნახსენები არ იქნება საქართველოს რკინიგზის ბრალეულობა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვერანაირ არგუმენტს ვერ წავუყენებთ, რომ ნამდვილად გლდანის ტბის დაშრობა არის მათი ბრალი. და ამიტომაც დაუმატონ ეს მოკლედ გამა კონსალტინგის ვალდებულებებს, ალბათ შესაბამისი თანხის დამატებით და მოკლედ ჩვენ დავუმტკიცოთ აგერ საქართველოს რკინიგზის იურისტებს, რომ ნამდვილად მათ ორგანიზაციამ ძალიან ლომის წვლილი შეიტანა გლდანის ტბის უბედურებაში. ქალბატონ მედეა, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს რკინიგზა, ეს კერძო მესაკუთრეები, საკრებულო მაშინდელი, გამგეობა მაშინდელი და რა ვიცი ახლა ახლანდელიც ალბათ და საერთოდ აი ეს ქონების მართვის სააგენტო, იგივე ეს არის რა ქვია, გარემოს დაცვის სამინისტრო, რაღაცა ერთ კავშირში ხო არ არიან, რაღაცა ერთად ხომ არ არიან. მე ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის მაგასაც. მაგრამ საქმე რაშია, იცით, აქ არის ორი მომენტი. რატომ აკეთებს ადამიანი ცუდს? ესე იგი, სიცუდით, უცოდინარობით თუ ორივეთი. და ეხლა მე ვსვამ საკითხს, აი თუნდაც ამ ყველა ორგანიზაციას უწყებებმა, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ. ყველა ის დანაშაული, ან გადაცდომა, რომელიც გააკეთეს გლდანის ტბის მიმართ, გააკეთეს იმიტომ, რომ მართლა ჰქონდათ რაღაცა დანაშაულებრივი განზრახვა
ეს ერთი, მეორე, იმიტომ რომ მათთვის იყო უბრალოდ სულ ერთი, თუ უბრალოდ არ იყვნენ კომპეტენტურები. სხვათა შორის მე არც ერთს არ გამოვიცხავ. და რა სამივე ერთობლივად არის. ან სამივე ერთობლივად, ან რომელია, ან შეიძლება ორი არის ერთად. და ახლა რომელია იცით ეს დაადგინოს გამოძიებამ. თუმცა მე ყველაზე უარესსაც ველი. და სხვათა შორის კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. სამწუხაროდ, აი ჩვენი საჯარო მოხელეები ხშირად უმაღლესი რანგისაც როგორც ჩანს კანონებს ძალიან ცუდად იცნობენ. აი გარამოს ეროვნული სააგენტოს კვლევაში, რომელიც მან ჩვენ გამოგვიგზავნა, სამწუხაროდ უკაცრავად მე დამავიწყდა, რომ ვისაბუთი თქვენთვის არა, ეს არ არის. მე თქვენ მას აუცილებლად გამოგიგზავნით. იქ ნათქვამია ძალიან უცნაური რამე. აი ფრაზაა ასეთი, რომ სამწუხაროდო გარემოს ეროვნული სააგენტო მოკლებულია იმის შესაძლებლობასო, რომ ჩაღრმავებული კვლევა ჩაატაროსო და ამაზე უნდა იზრუნოსო ტბის მეპატრონებო. აი ეს რომ წავიკითხე ქალბატონო ქეთი გადამეტების გარეშე კინაღამ სკამიდან არ ჩამოვალდი. ტბის მეპატრონე ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს და საქართველოს იურისპრუდენცია შეიძლება ამერიკაში სადღაც ტბები იყიდება, მე არ ვიცი, მაგრამ საქართველოს იურისპრუდენცია ტბის მეპატრონეს არ იცნობს, იმიტომ რომ ჩვენთან წყლის რესურსი არ იყიდება. წყლის რესურსი არის მხოლოდ სახელმწიფოს გამგებლობაში. ძალიან ბევრს გონია, რომ წყალი არის GVP-ის საკუთრება, ეს არის სისულელე. GVP-მ შეისყიდა მხოლოდ სერვისის მიწოდების უფლება. აი ეგ არის რა თქმა უნდა შემდგომი ასე ვთქვათ ანგარიშგების ადმინისტრირებით და ასე შემდეგ. წყალი ეს არის სახელმწიფოსი. მდინარეც, ესე იგი, მდინარეც, ტბორიც, ტბაც, ზღვაც, ყველაფერი აბსოლუტურად არის სახელმწიფოსი. ამიტომ ტბის მეპატრონი არის სახელმწიფო და საბოლოო ჯამში სახელმწიფო არის ხალხის წარმომადგენელი. ტბის მეპატრონეები ვართ ჩვენ. და აი აქედან გამომდინარე მე ვუშვებ იმას რომ შეიძლება ზოგიერთი თუნდაც დანაშაული თუნდაც გადაცდომა რომელიც სხვადასხვა უწყების მიერ იქნა ჩადენილი თუ დაშვებული გლდანის ტბის მიმართ ეს არის უბრალოდ უცოდინარობის შედეგი. აი ვერ მოვაშლევინეთ ჩვენს თანამდებობის პირებს იმის ლაპარაკი. ეს ტბა კერძოა, არ არის ტბა კერძო, ფსკერია კერძო. აი იცით აი უკვე ხმაცკი მეხრინწება, უკვე რამდენიმე თვეა გავუყრივარ, ხალხო მოეშვით ლაპარაკს, ტბის მეპატრონე, ტბა კერძოა, ტბა უნდა დავიბრუნოთ, ტბა ისედაც ჩვენია, ტბა ისედაც სახელმწიფოსია. სამწუხაროდ ფსკერია გაყიდული. და ეს არის დანაშაულებრივი უბედურებაც მაგაშია და ძაღლის თავი სწორედ მანდ არის დამახმული რომ ფსკერია გაყიდული და როცა ფსკერია გაყიდული ძალიან ხო წყალი ვისია სახელმწიფოს და ჩვენი სახელმწიფო ვისია მე იცით რა მაინტერესებს წყალი საქართველოს წყალი როგორ გონიათ საქართველოს სახელმწიფოსია ხალხისაა მე რომ მკითხოთ და სახელმწიფო ჩვენი წარმომადგენელია იმისთვის რომ ხალხის ჩვენ მოქალაქეების საზოგადოების ეგრე უნდა იყოს მაგრამ სინამდვილეში იურიდიულად დე იურე აი ახლა თქვენ მითხარით წყალი ვისია ეს ხო არ არის ეს კომპანიები ხო მიყიდული აქვს ჩვენს სახელმწიფოს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში რუსეთისთვის სხვადასხვა უცხოური ქვეყნების ძალიან დიდი შეცდომა იყო მე ასე მგონია სტრატეგიული ობიექტების და ნებისმიერი სტრატეგიული რესურსის თუნდაც მართვის უფლებით არა უფლობის არამედ თუნდაც განკარგვის უფლებით გასხვისება ეს ჩემი პირადი აზრია და მე მგონი ბევრი დამოკიდებულია მოდით ახლა მივიდეთ გავყვეთ ამას აი ამ გორგლიდან ძაფის წვერს ჯერეთ რაღაცას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანს გლდანის ტბის დასახლების მაცხოვრებლებისთვის მოკლედ სამწუხაროდ გლდანის ტბის მაცხოვრებლების ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს თანამედროვე სტანდარტების კანალიზაცია და როგორც ჯერ კიდევ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკვლევაში იქნა მოკლედ ესე იგი მოკლედ აღნიშნული გლდანის ტბის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს აი ფეკალური წყლების ჩადინება. ფეკალური აგენტები აღმოჩნდა. შეიძლება სოფლის საქონელიცაა, იმიტომ რომ საქონელის მუდმივად მან ბანაობს და ამიტომაც ჩვენ ახლა უკვე მოვამზადეთ განცხადება კოლექტიური, რომლითაც მიუმართავთ ასე მოკლედ ესე იგი საკრებულოს და მერიას, რომ გლდანის ტბის დასახლებას გაუკეთოს თანამედროვე სტანდარტების კანალიზაცია და ეს სულაც არ არის უტოპია.
2022 წელს ევროკავშირმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გამოყო გრანტი, ესე იგი ხაშურის წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის. თანადაფინანსება მოხდა. ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს ჩვენი სახელმწიფო, ნაწილობრივ ევროკავშირი, ნაწილობრივ საფრანგეთის განვითარების სააგენტო. და მე მგონი შეიძლება დაახლოებით იგივე გაკეთდეს გუდანის ტბის დასახლების მიმართაც. მე მგონი ძალიან სირცხვილია რომ მე-20 საუკუნეში მაცხობლების 21 საუკუნეში უკაცრავად 21 კი არა, მე მგონი მე-15-ში და კიდევ ვიკითხავთ, როგორ შეიძლება რომ ადამიანებს ტუალეტად ორმოები ჰქონდეთ. ეს ხომ არ შეიძლება. და თანაც იმ ორმოებსაც თავისი წესი აქვს, ისეთნაირად უნდა მოპირკეთება, რომ რაღაც გაჟონვა თუ რაღაც აქვს თავისი წესები და ისიც საკითხავია, იმ წესებს იცავს ხალხი, ან და იცნობს ამ წესებს, ან ვინმე ამოწმებს ამას. აქედან გამომდინარე, გლდანის ტბა წყლით რომ შეივსოს, მისი გაჟანსაღება და პირვანდელი სახის დაბრუნება არ მოხდება, თუ მისი დაბინძურება არ იქნა აღკვეთილი. და მისი დაბინძურების აღკვეთის აუცილებელი პირობაა გარშემო საკანალიზაციო სისტემის სრულფასოვანი მოწესრიგება და რა თქმა უნდა სოფლის საქონელი არ უნდა შევიდეს ტბაში და იქ არ უნდა დააბინძუროს. ქალბატონო მედია, მე ახლა ძალიან ბევრი კითხვა წამომივიდა თავში, მაგრამ ეს ალბათ შემდგომ ჟურნალისტური გამოძიების დროს დასასმელი კითხვებია. ჩვენ ახლა მოკვლევას ვატარებთ, ხო? და მოკვლევა, თავს მეტისუფლებას ვერ ვაძლევ. რა თქმა უნდა, და აქედან ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, თქვენ კიდევ დააგროვებთ მასალებს, თქვენი ჯგუფი, ბუნებრივია ჩაერთობა ჩვენი ტელევიზიაც, გარკვეულწილად მე მინდა ყველას ვთხოვო ჩვენი მაყურებლებიდან შესაბამისი პირები, კომპეტენტური პირები გვისმენენ და ალბათ გამოთქვამენ სურვილს, რომ მიიღონ მონაწილეობა არა უბრალოდ გადარჩენაში, აქ არ არის იმაზე საუბარი, გლდანის ტბა გადავარჩინოთ, მხოლოდ გადარჩენისთვის. საჭირო არის, რომ აი ეს პრობლემები აღმოიფხვრას და ალბათ ძალიან სერიოზულ კვალს დავადგებით, რა მიზნით, რისთვის, რატომ ხდება, აი თქვათ, ფსკერის შეძენა, იქ წყლის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა, მაშინ, როდესაც ჩვენი წყალი უკვე წინა ხელისუფლების პერიოდიდან წლების წინათ, იმიტომ რომ აქ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს წრეზე და ვეღარ გაიგებ უკვე წინა ხელისუფლება, რომელ ხელისუფლებად შეიძლება ჩაითვალოს და წლების წინათ ეს სტრატეგიული ობიექტები იქნა გასფისებული, გაყიდული უცხოელებზე, წყალი გაყიდული არ იქნა, ქალბატონო კეთი განკარგვის უფლება გახდა. განკარგვის უფლება გაყიდეს და ესეც ზედმეტი იყო. მოკლედ, ჩვენ აუცილებლად საჭირო არის, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენ საინიციატივო ჯგუფს მოგმართავთ და მე ალბათ კეთილი სურვილები და კეთილი ადამიანების გამოჩნდებიან კომპეტენტური პირები, რომლებიც კომპეტენტურად ჩაერთვებიან ამ საქმეში და კომპეტენტურ პასუხებს მოთხოვენ კომპეტენტურ პირებს შესაბამისი სტრუქტურებიდან, იგივე აი ეს სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებები იქნება ორგანიზაციები, სამინისტროები თუ ასე შემდეგ. აღმასრულებელი და ჩვეულებრივი ხელისუფლება, თბილისის ხელისუფლება კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნას ჩართული და მათ უნდა მოეთხოვოთ, ყველა დამნაშავეს უნდა მოეთხოვოს პასუხი იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთმა იცის რა გველის კიდევ წინ აი ამ შეგნებული მიზნით, შეგნებულად გადადგმული ნაბიჯებით, შეგნებულად დაშრობის მიზნით რას აპირებენ და რას გვიპირებენ. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება აი ამ ჭაობზე დაიწყოს ერთ-ერთი ვერსია, ეხლა რაც თავში გამიჩნდა, არის სამშენებლო კამპანიის წამოწყება შესაძლოა. არ დავუშვებთ ქალბატონო. ხო, შესაძლოა მაღალსართულიანი კორპუსებიც ააშენოს. აი არც იოცნებონ. იცით, მან თუ აშენდა მაღალსართულიანი შენობები, ჯერ ისედაც არქიტექტურა
ჩვენ აღარ აღარ ქალბატონო კეთი გამორიცხეთ, იმიტომ რომ გამა კონსალტინგი ეხლა ატარებს გამოკვლევას, რომლის ძირითადი მიზანი არის ტბის გადარჩენა. იმიტომ რომ ჩვენმა მრავალთვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ბოლოს მერიამ ტენდერი გამოაცხადა და ტენდერის, მაგრამ სამწუხაროდ გამორჩა და ეს მნიშვნელოვანი დეტალი და ჩვენ ამას მოვითხოვდით ტბის შრომის მიზეზის დადგენა. ჩვენ ამას არაერთ კოლექტიურ განცხადებაში მოვითხოვდით და ეს რატომ გამორჩათ არ ვიცი. არ გამორჩათ საქმეც მაგაშია მე ვფიქრობ თქვენ წეგან სამი მიზეზი დაასახელეთ გაუნათლებლობა დილეტანტიზმი შეგნებული ნაბიჯები და უბრალოდ ხო მე არ ვიცი მოკლედ ეს დანაშაულებები საჭირო არის რომ აღმოიფხვრას და ბუნებრივია ამაში უნდა ჩაერთოს ყველა შესაბამისი კომპეტენტური კიდევ ერთ თემამდე მივედით. მას შემდეგ რატომას გადავარჩენთ და ჩვენ მას აუცილებლად გადავარჩენთ. ჩვენი გლდანის მაცხოვრებლების ძალიან დიდი სურვილი კი არა, ჩვენი მიზანია, რომ მანდ მოეწყოს კულტურის, სპორტის და დასვენების პარკი. ძალიან აუცილებლად უნდა მოეწყოს. სადაც შესვლა იქნება ძალიან დიდი ფასი? არა, უფასო. უი რა კაია. საფრთხე რაღაც უფასო ხო უნდა იყოს ამ ხალხს ცოდვა არის ხალხი მართლა რა და გაიხარეთ არაჩვეულებრივი იდეა. აუცილებლად უფასო. და თანაც იცით რა არის, ახლა ბოლოს გლდანი არის ყველაზე დიდი რაიონი და ყველაზე მეტი მაცხოვრებელი ჩვენთანაა. ვაკეში მშვენიერი ვაკის პარკია. გადასარევია. აგერ იმაში ჩუღურეთში და დიდუბეში არის მშვენიერი მუშტაედი. აგერ ქვემოვერაზე არის მშვენიერი ვერის პარკი და ასე შემდეგ. და გლდანს დიდი ხანია უკვე დროა რომ ჰქონდეს დიდი კულტურის, სპორტის და დასვენების პარკი, რომელიც ისეთივე ტრადიციებით დაიტვირთება და ისეთივე ისტორიული გახდება, სამომავლოდ როგორც არის მაგალითად მუშტაედი. აი ამიხსენით რატომაც არა. ლანდშაფტი ჩვენ ყველანაირად ხელს გვიწყობს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლამაზი ტბა, ძალიან კარგი მშვენიერი ვაკე ტერიტორიაა გარშემო და შეიძლება ძალიან კარგად და ძვირფასად მისი მოწყობა. ძალიან კარგად შეიძლება ამის გაკეთება, რომ ხალხს შეეძლოს იქ გასვლა, დასვენება, მისდევდეს სპორტს, გაერთოს, დაისვენოს და რაც თვითონ გაიხარდებს ის გააკეთოს. აი ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. კი ბატონო, ძალიან მე მაგალითად ძალიან მოხარული ვიქნები ეს თუ გაკეთდა, ანუ თქვენმა პროექტმა დღის სინათლე უნახა და ბუნებრივია დიდი სიამოვნებით მე სხვადასხვა კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ამასაც ხშირად ვამბობ და ზოგს მოსწონს და ზოგს არა. კი ბატონო. ჩვენთან სამწუხაროდ ჭკუა არც ბიზნესმენებს აქვს. არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებას და ეს ჩანს კონკრეტულად გლდანის ტბის მაგალითზე და რატომ. აი კვანტალიანის და სახელმწიფოს ადგილზე კარგახანია ერთმანეთში მოვილაპარაკებდი და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, კვანტალიანის ადგილზე მე პირადად აუცილებლად დავაბრუნებდი ამ სკეთს ადგილმონაცვლეობით და ამით რა თქმა უნდა არანაირად არ ვიზარალებდი და პირიქით ჩემს ადამიანურ რეიტინგს ძალიან ავწევდი ხალხის თვალში და ამის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად შევუდგებოდი აი ზუსტად იმ კულტურის, სპორტის და დასვენების პარკის მოწყობას თანადაფინანსებით. ძალიან კარგი, მე მგონი ეს რჩევა ძალიან კარგი იქნება ქალბატონი ნატალიას. და სხვათა შორის ამით იხეირებდა სახელმწიფოც, ხალხიც და პირადად ქალბატონი ნატალიას. მით უმეტეს თუ ქალბატონი ნატალია ამას თანადაფინანსებით გააკეთებდა, მას ეკნებოდა პრიორიტეტული უფლება იქ ბიზნეს ობიექტების მოწყობის, როგორც თანადამფინანსებლებს. და მე პირდაპირ მიკვირს აი ქალბატონ ნატალიას ეს რატომ აქამდე თავში არ მოუვიდა. მე პირადად მის ადგილზე ასე. აი ახლა ხო უკარნახეთ და იმედი არის რომ არ ვიცი. იმედი არის. მოდით აი ამ ადგილს ამოვიკითხავ კიდევ. ამ ტბას ძალიან მძიმე ისტორია აქვს. გაყიდვის შემდეგ იქ არაფერი გაკეთებულა, არა და ტბა არის და მას მამოვლა პატრონობა ჭირდება. მიწა მაქვს მხოლოდ ნაყიდი, წყალი არ მიყიდიაო. ნატო კვანტალიანი რომ ამბობს, მაშინ მანდ ნავებით შეჯიბრებები რომ ტარდებოდა, მას რატომ მიმართავდნენ და არა სახელმწიფოს. რამდენიმე სტრუქტურა უნდა ჩაერთოს, გაირკვეს, ან როგორ გაიყიდა, ან როგორ გადაიყიდა. ან წყალდაბსკერი როგორი მიჭნება, რა გამოდის ტბა რომ დაშრეს, მეპატრონეს იქ რამის აშენება შეიძლება კითხულობს. გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნა. ჯერჯერობით შეიძლება იურიდიულად სრული უფლება აქვს, სანამ არ მოხდა 20 წლის წინათ მომხდარი დანაშაულის გამოძიება და გამოსწორება. 2023 წლის ივლისში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტბის მდგომარეობა შეისწავლა, ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები.
დასკვნაში წერია, რომ ტბის ზედაპირის უმეტესი ნაწილი წყალმცენარეებით არის დაფარული, ზოგიერთ ადგილზე შეიგრძნობა გოგირდ წყალბადის სუნი, წყალი დაბინძურებულია, მაგალითად ტოტალური კოლიფორმების, ანუ ბაქტერიების დასაშვები რაოდენობა 5000-ია, გლდანის ტბაში კი 30000-ზე მეტი აღმოჩნდა. დასაშვებს ზღვარს აღემატება სულფატების, ქლორიდების, ამონიუმის რაოდენობაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტბაში უკვე დიდი ხანი აღარავინ ბანაობს, გაწყდა თევზი, სიმყრალე ტბიდან ქარს მიკრორაიონებში მოაქვსო. მოკლედ ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ ამოვიკითხე, თუმცა ქალბატონმა მედიამ საკმაოდ კარგად და წყლიანად ილაპარაკა. ყოველ შემთხვევაში შევეცადე. და რა თქმა უნდა, ეს ამით არ ამოიწურება, დღეს მხოლოდ გაცნობიტი ხასიათის გადაცემა შედგა ჩვენი ეთერიდან. ეს არ არის ჟურნალისტური გამოძიება, ეს არ ყოფილა, ეს მხოლოდ ქალბატონი მედიას მისი გლდანის ტბის გადარჩენის საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ მოპოვებული ინფორმაციები, მოკვლეული ინფორმაციები ჩვენ სტუდიიდან, ეთერიდან მოგაწოდეთ თქვენ, დანარჩენი უკვე დრო დაეთმობა აუცილებლად გამოძიება, ჟურნალისტურ გამოძიებას ჩვენ მოგაწოდეთ აუცილებლად საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს, თუმცა ეს რომ არ დარჩეს საუბარი საუბრად და მხოლოდ ინფორმაცია ინფორმაციისთვის, თქვენ უბრალოდ გული გეტკინებათ და ჩვენ კიდე საუბრით დავიღლებით, საჭირო არის რომ ჩაერთონ ამაში კომპეტენტური პირები, გულისხმობ თავიდან საგამოძიებო სტრუქტურებს, ალბათ ხო? თქვენ უნდა გადაცეთ. ალბათ ეს ასე უნდა იყოს და მოდით თქვენი შემდგომი გზები, რას აპირებთ? მე კი დაახლოებით პარალელურად გამოგაწოდეთ, მაგრამ თქვენ რას აპირებთ? როგორც ჟურნალისტს გეკითხებით და თან პარალელურად კი ბატონო, რა თქმა უნდა ვაპირებ ჩემი მოკვლევის გაგრძელებას, მაინც მინდა სიტყვა მოკვლევა ვიხმარო, ჯერ გამოძიებას ვამბობთ, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიება კიდევ ცალკე სფეროა და ამას სჭირდება გარკვეული სერტიფიკატი და ნამდვილად ახლა ჩემს კოლეგა ჟურნალისტ გამომძიებლებს ხარ შევეჭრები, ეს არის ჩემი პირველი ცდა. ასე ვთქვათ, ცოტა შევეხე ჟურნალისტურ გამოძიებას და ვაპირებ ეს უფრო გავაღრმავო. თუნდაც რაც ამ დოკუმენტებში პიროვნებები არის მოხსენიებული, აუცილებლად ვეწვევი. შევეცდები მათგან კომენტარი ჩავიწეროთ, თუ რა თქმა უნდა მოინდომეს. არა, მოინდომეს არ არის ამაზე საუბარი, თქვენ უნდა ჩაიწეროთ აუცილებლად, რამდენად მოინდომებენ, თქვენ ხო იცით რომ არ მოინდომებენ. არა, შეიძლება არ მოინდომებენ, თუ არ მოინდომებენ, ეს უკვე ინფორმაციაა. თან ძალიან სერიოზული, თუ ადამიანი დამნაშავე არ არის, ის ყოველთვის ილაპარაკებს. თან ილაპარაკებს არა მოკიბივით და მიდებ-მოდებით, არამედ საქმეზე ილაპარაკებს. ასე რომ მათთან საუბარი ყველა ვარიანტში მე აუცილებლად ბევრ რამეს მომცემს. შემდეგ რა თქმა უნდა აუცილებლად ვაპირებთ, როდესაც ტბის გადარჩენა დაიწყება, მივადევნოთ პროცესს თვალი, რომ რაღაცა შეცდომა არ მოხდეს და რაღაცა არ მოხდეს ისე, როგორც არ გვინდა ჩვენ გლდანის მაცხოვრებლებს, ანუ ამ ტბის პატრონებს. როდესაც ეს პროცესი იმედი კი არა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ დაიწყება მეორე წრე სარეკრეაციო ზონაზე, ანუ აი კულტურის, სპორტის და დასვენების პარკზე. და პირადად მე უკვე დავიწყე ვაპირებ ამაზე წიგნის დაწერას გლდანის ტბის გადარჩენის ეპოპეაზე, რომელიც აუცილებლად დაიდება Facebook-ზე და მოკლედ ამას ვაკეთებ აბსოლუტურად უანგაროდ, არც ჰონორარი, არც არაფერი, მე თვითონვე დავაკაბადონებ, მე თვითონვე გრაფიკულად გავაფორმებ, მაგრამ მე ხლა აი ეკრანიდან მინდა ვიმართო აგერ ეკოლოგიური მდგომარეობის, ეკოლოგიური ფორმატში მომუშავე ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ ფონდებს იქნებ მხოლოდ გამოცემა დამიფინანსონ, ანუ მხოლოდ ბეჭდვის ფული. კარგით, რა თქმა უნდა წინასწარ წავაკითხებ, რომ ნახონ რას აფინანსებენ. თუ არა და უბრალოდ Facebook-ზე დავდებ, აბა რა ვქნა. ეს ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ქალბატონო მედია, მე წარმატებებს გისურვებთ. რა თქმა უნდა ქალბატონი მედია სოციალური ქსელებით გამოაცხადებს ალბათ ანგარიშის ნომერს, სადაც თქვენ შეგიძლიათ მას წიგნისთვის, იმ წიგნისთვის, რომელიც იქნება
ქართული საზოგადოებისთვის აუცილებლად საინტერესო თქვენ მიეხმარებით მის დაბეჭდვაში. დანარჩენს მე თვითონ რა თქმა უნდა მე საბუთიც ერთ წიგნს ალბათ თავისი ხელმოწერი აუცილებლად თქვენ მოგაცემთ ტელეკომპანია PKT-ს აი აქ უკვე მე ჩემი საქმეც გავაკეთე. და კიდევ ერთი რაღაცა, თუ მოხდა თანხის ჩარიცხვა, ეს ძალიან აუცილებელი მომენტია. მოკლედ დოკუმენტი, სადაც იქნება, ანუ ჩეკი, დაფიქსირებული მთელი ეს თანხა წავიდა მხოლოდ და მხოლოდ დაბეჭდვაზე, იქიდან მე კაპიკი არ მერგება არაფერში, აი ეს დაიდება Facebook-ზე. ანუ ვითხოვ მხოლოდ ბეჭდვის ფულს. არც გრაფიკული გაფორმება, არც დაკაბადონება, არც დაწერა, ამას ყველაფერს ვაკეთებ უპასუხოდ. მე რა თქმა უნდა ამას ეთერში არ ველოდი რომ ქალბატონი მედია სიტყოდა თქვენ უკვე მოისმინეთ და სოციალურ ქსელში, ალბათ Facebook-ზე თქვენ ნახავთ ქალბატონი მედიას ანგარიშსაც და იმ ჩეკებსაც და ყველაფერს, რასაც ქალბატონი მედია ამბობს. მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა დავასრულოთ თქვენის ნებართვით ქალბატონო მედია. ქრონომეტრაჟი ამოიწურა და რამის დამატება ხომ არ გინდოდათ? ბოლოს და ბოლოს ხო იცით ჩვენ მხოლოდ ერთი რამის რომელიც პირდაპირ არ ეხება ჩვენს თემას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეხება ყველა თემას. სახელმწიფო მოხელეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი დაქირავებული მუშაკები არიან. ანუ ჩვენი მსახურები. ჩვენ მათგან მათი მსახურება ვიყიდეთ და კეთილი ინებოდა გვემსახურონ ხარისხიანად. აი ეს რო არ წავიკითხო არ შემიძლია. მე ვფიქრობ რომ ეს წასაკითხია. მართალია ეს გადაცემის შიგნით უნდა წამიკითხო, მაგრამ დასასრულისკენ ხომ არ წავიკითხო. მცხეთის რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროს ბატონ մ ჩხეიძეს, გონი მურადი. მურად ჩხეიძეს ხო არ ვიცი, აქ ეს არის 2006 წელს 25 მაისის დათარიღებული და ასლი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროს ბატონ ფ კირვალიძეს წერს ამას მცხეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვ თუ ეყიფშიძე არ იკითხება კარგად და შემსრულებელიო წერია იმერლიშვილი. მოკლედ აი ასეთი მით არის მოღებული ეს ძველი დოკუმენტია და ამიტომ ცოტა მიჭირს ინიციალების გარკვევა. მცხეთის რაიონის სოფელ გლდანში მდებარე 28 ჰექტარზე არსებული ტბა, მერე ფრჩხილებშია ტბორი, მცხეთის რაიონის გამგეობის 97 წლის 28 ოქტომბრის ნომერ 201 დადგენილების საფუძველზე გაცემულია იჯარით, როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტი. მცხეთის რაიონის გამგეობაში შექმნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საიჯარო ხელშეკრულებებისა და საიჯარო კიდის გადახდის მოწესრიგების შესახებ შექმნილმა კომისიამ ადგილზე მოახდინა საიჯარო ფართის დათვალიერება, ვიზუალური დათვალიერებით ტბას გააჩნია მასში ჩამდინარე და მისგან გამდინარე წყლის არხები. მოიჯარის განმარტებით იგი ხელოვნურად შექმნილი ტბორია და გაშენებულია სახნავ მიწაზე, რასაც ადასტურებს სოფელ გლდანის საკრებულო თავისი 2006 წლის 26 აპრილის ნომერ 2 გადაწყვეტილებით. მცხეთის რაიონის გამგეობა ეყრდნობა სოფელ გლდანის საკრებულოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული 28 ჰექტარი ტბორი არის ხელოვნურად შექმნილი და სახნავი კატეგორიისაა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული გთხოვთ მიიღოთ ცნობად და სახელმძღვანელოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია, სადაც უკვე 2006 წლიდან მე ასე ვფიქრობ, მანამდეც იყო ეს, მაგრამ 2006 წლიდან გამყარებულია დანაშაულებრივი ქმედება. ეს ჩვენი ვერსიაა, კიდევ ვიმეორებ, ეს არ იყო ჟურნალისტური გამოძიება, ეს მხოლოდ მოკვლევა იყო, ჟურნალისტური მოკვლევა დღევანდელ გადაცემაში და ამიტომ საგამოძიებო სტრუქტურები ვფიქრობ, კი არ ვფიქრობ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ფაქტით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იყო გადავარჩინოთ გლდანის ტბა, არა უბრალოდ გლდანის ტბის ამბები და რა ხდება გლდანის ტბაზე, გლდანის ტბის ირგვლივ. ჩვენ ამაზე უკვე გესაუბრეთ. ქალბატონი მედია გოგსაძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, გლდანის დიდი ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდათ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი და ქალბატონი მედია გვპირდება, რომ იგი დაიწყებს არა უბრალოდ მხოლოდ ჟურნალისტურ მოკვლევებს, არამედ დაიწყებს უკვე
პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტურ გამოძიებაში და ვალდებული არის, რომ ვისთანაც მივა პასუხს წერილს გააგზავნოს ქალბატონი მედია თუ ასე შემდეგ, მას გაცენ პასუხი წინააღმდეგ შემთხვევაში არ პასუხი, უპასუხობა, ეს უფრო დიდი პასუხია და ჩვენ ამას შემდეგ აუცილებლად მივმართავთ აი ამით ამ ინფორმაციით მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. მე ასე ვფიქრობ, ქალბატონი მედია, მე ჟურნალისტი გამომძიებელი ვარ, დაახლოებით 40 წელია ამ სფეროში ვარ, ასე რომ სწორედ ამიტომ ვერ გავბედე, რომ ჩემი ასე ვთქვათ საქმიანობისთვის დამეძახებინა ჟურნალისტური გამოძიება თქვენთან ქალბატონო კეთი. რადგან მოკვლევა ნამდვილად ასახავს ჩემს მომენტს. ჯერ მოკვლევა არის აუცილებელი და შემდეგ უკვე გამოძიების დაწყება. დღეს ყველამ გამომძიებელი დაირქვა და ამიტომაც არის რომ მედია პრინციპში ჯიბეში ჩაისვეს და ჯიბის გამომძიებლები არიან ბევრი. ძალიან დიდი მადლობა რომ მომეწვიეთ და მომეწით საშუალება რომ ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო ჩვენი ჯგუფის და ჩვენს აქტივისტთა მიერ მოკვლეული მასალები და მოკლედ გამეშალა მათ წინ ეს შაუბნელი მდგომარეობა, რომელიც იმედია გამოსწორდება. მე კიდე წარმატებებს გისურვებთ, მას იწყებთ ჟურნალისტურ გამოძიებას. იწყებთ ნამდვილად. მე მინდა მაყურებელს მშვიდობიანი დღეები ვუსურვო, გაძლება ვუსურვო, უფლის წყალობა ვუსურვო და ვიცოდეთ ერთი რამ. არა არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება. ხოდა დროულად მივხედოთ სიმართლეს, ყველაზე ძლიერი იარაღი ჩვენი არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მე გავხდე ჟურნალისტი კეთილსიაშვილი, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, თუნდაც აი ამ თემით. ნახვამდის.